საუბარი დავიწყოთ იმით, რომ სწორედ რამდენიმე წამის წინ დასრულდა სასახლის ღობის საქმეზე. დღევანდელი სასამართლო პროცესი პირველ რიგში მაყურებელს იმას ვეთქვი, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ დაასრულა. დღეს უკვე თქვა დასკვნითი სიტყვა პროკურატურამ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი სხდომიდან დასკვნით სიტყვებს იტყვიან უკვე ადვოკატები, 10 ბრალდებულია ამ სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად მინიმუმ 10 ადვოკატმა უნდა თქვას დასკვნითი სიტყვა და შემდეგ მოსამართლემ უკვე პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოაცხადოს. ადვოკატების შეფასებით სწორედ პოლიტიკური იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს სასახლის ღობის საქმეზე. შაიშმალაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ესარგებლა ჩვენებით ესაუბრა სასამართლოსთვის იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც მას დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ დღეს გამოიკითხა კიდევ ერთი ბრალდებული ლაშა ბერიძე, პოლკოვნიკი, რომელმაც მოუყვა სასამართლოს, რა იყო მისი мотиваცია, როდესაც სასახლის ტერიტორიაზე შევიდა. მან აღნიშნა, რომ პაატა ბურჭუაძის გამოსაყვანად მივიდა ის სწორედ სასახლის ტერიტორიაზე და სადა მსოფლიო ბანი გამოიყვანა სწორედ ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. რამდენიმე დღე შეიძლება protesti, evangelici registrati e sentiti organizzazioni le sue componenti nazionali America, che gadavati restaurasse, anche se tutte le cazzate con gadavati del Stato, le gadavati del Stato, როგორც მოისმინეთ, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ თუ მას ექნებოდა სურვილი, რომ სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეღდო, 70 წლის მსოფლიო ბანკთან ერთად ამას არ გააკეთებდა და გაცილებით კარგად დაორგანიზებდა ჯგუფს, ვისთან ერთადაც ამას შეძლებდა. ეს იყო განცხადება, რომელიც დღეს მსხდომათა დარბაზში პოლკოვნიკმა ბერიძემ გააკეთა. მან ასევე ისაუბრა მისი დაკავების შემდეგ პოლიციელებთან მის კომუნიკაციაზე, აღნიშნა, რომ ძალოვან უწყებებში არიან ღირსეული პოლიციელები, რომლებიც ცრუ მოწმეები არ არიან, არ მოდიან სასამართლო პროცესზე და არ იტყუებიან, რომ თითქოს მათ რაიმე დაზიანება მიიღეს საპროტესტო აქციაზე. რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს არანაირ ძალადობას, არანაირ ცენზურას ადვილი არ უნდა პოლიციების მიმართ. რაღაცა საუბრობდი სამიოთი პოლიციებმა გამოვიორა. აი ბატონლაში ამერიკა დაზიანებული ბაშენი ამ ბაშენის. ნუ ჯერა აქვს დაზიანებული არა, აქვს და მოგებო ამ პროცესს აუცილებლად აღსაწყობია არაფერია. პრობლემური პროცესია ეს. სამიოთი ხარიეს ბოლოს უნდა დამცინდეს მაგათ. მე პოლიციებმა მითხრა Pero polițienii arau acolo, unii vizezi improvisato, e polițienii arau. Bine, mai atunci anche la canzone la polițienii sporo, vero voi da polițienii, quelle e capire. Deci nu stați să vă unii vizezi, da, polițienii arau, da, nu s-a mai Even vizeli, congrada multa, even vizeli, kinda sarmișă, rasului popular zena fundada. Vinda, Minnesota, Minnesota, sarmișă, da, Minnesota, sarmișă, da, asset poliție.
არანაირი ფუნქცია აღებულია. მაშასე სასახლის ღობის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. თქვენ მოისმინეთ ფრაგმენტები სასამართლო პროცესიდან, რომელიც Telegram არხზე გავრცელდა. სხვა ბრალდებულებს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რადგან მათ გასულ პროცესებზე მისცეს ჩვენება. სასამართლო სავარაუდოდ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაქსიმუმ 2-3 კვირაში გამოაცხადებს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საქმე ქონდა გამოძიებას ჯგუფურ ძალადობასთან, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებაზე და ეს არის ის მუხლები, რის გამოც პასუხისგებაში არის მიცემული 64 ადამიანი. 5 ეპიზოდად არის ეს საქმე დაყოფილი. დღეს ერთ-ერთ ეპიზოდზე იყო სასამართლოს ხდომა განსაზღვრების სკამზე. დღეს 4 ოქტომბრის დიდი შეკრების ორგანიზატორები ისხდნენ.